რეალურად ჩვენის გარშემო ალბათ ყველა ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომლის საშუალო ხელფასი ალბათ 600 ლარი, 500 ლარია და ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს რეალურად ღირსეული ცხოვრების პირობებისთვის საკმარისი არ არის. მოსახლეობას არ ექნებოდა პრეტენზია იმ შემთხვევაში, თუ მათი ხელფასების მდასთან ერთად პროპორციულად გაიზრდებოდა საშუალო ხელფასი, ხო? რამდენად სამართლიანია, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში და თანამდებობის პირები, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ კორუფციაში არიან ძალიან ბევრი მათგანი ჩართული და ამას თავადაც ადასტურებენ, რამდენად სამართლიანია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არის სიღარიბეში და თანამდებობის პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის თუ ასე შემდეგ, მათი ხელფასები იზრდება. გარდა ამისა, რამდენად სამართლიანია, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა სოციალური სამსახურების ეგრეთ წოდებული 300 ლარიანის პროგრამები და სოციალურად დაუცველებს გაუქმდათ ეს მიზერული შემოსავლის წყაროც, ხო? და ამის ფონზე, როდესაც პრეზიდენტი და სხვა თანამდებობის პირები იზრდიან ხელფასებს, მაინც საინტერესოა ისიც ვიკითხოთ რის ხარჯზე, ხო? ერთ-ერთი მექანიზმი იმისა, რომ კორუფციაში არ ჩაერთონ თანამდებობის პირები, არის სწორედ ღირსეული ანაზღაურება, თუმცა საქართველოში, როგორც ჩანს, ეს მათთვის საკმარისი არ არის, 16000 ლარი, 17000 ლარი ყოველთვიურად პლუს მე-13 ხელფასი და დანამატები არ არის საკმარისი აშკარად და კორუფციას ეს აშკარად პრევენციას ვერ ახდენს კორუფციის. და ამ დროს სასადილოში იხარჯება ერთ ადამიანი, რომელიც არის დამოკიდებული შემწეობაზე, მისი კვებისთვის დღეში ბათუმის მერია ხარჯავს 1 ლარს და 57 თეთრს. ეს რას ნიშნავს თქვენთვის ეს ამბავი? ჩვენც გადავხედავთ სუპერმარკეტებში ფასებს, ჩვენ დავინახავთ, რომ 1 ლარი და 57 თეთრი პურიც კი აღარ ღირს. ანუ ადამიანებს წყლის ალბათ ერთადერთი რისი ყიდვაც შეგიძლია ეს არის წყალი. ანუ რას ეუბნებიან თანამდებობის პირები, რომ თქვენ ყოველდღიურად დალიათ, 1 ბოთლი 9 ლიტრა წყალი. ეს არის მათი რეალური სათქმელი.